მესალმებით თქვენს აყურებელს. არ ვიცი, მე მგონი მდინარაძეს სჭირდება რომ გაამართლოს საკუთარი არსებობა, ხო, იმიტომ რომ რაღაცა გაუგებარი პოსტი შეუთითხნეს, რომ არ გაეგდოთ სახლში და როგორც ჩანს რაღაცა ცდილობს, რომ აჩვენოს ხალხს, რომ ის რამეში ვინმე სჭირდება და ამიტომ რაღაცა ალბათ არ ვიცი, ვარაუდობ, რომ ეს მისი ინიციატივაა, მაგრამ აბსოლუტური უპოვია ამისთვის. ხო, ახლა სხვა რა უნდა გააკეთოს ახლა, მაგრამ აბსოლუტური აბსურდია ეს. ისევე როგორც აბსურდული იყო კანონი, რომელიც მიიღეს და მე აღსრულებას ვერ ახდენენ, ასეთივე აბსურდული არის ეგრეთ წოდებული აღსრულების მექანიზმის შექმნა ამაზე, იმიტომ რომ პირველ რიგში ალბათ, არ ვიცი, საზოგადოებას უნდა ესმოდეს, დღეს ჩვენ გვქონდა სხვა შორის ბრიფინგი ამნისტიის თაობაზე ჩვენ პარტიას, იმიტომ რომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ წარმოუდგენლად მაღალი არის საერთოდ რაოდენობა ციხეში დამწყნეული ადამიანების პოლიტპატიმრების მიღმაც რო ვისაუბროთ, საკმაოდ მძიმე არის პირობები, რომელშიც ეს ხალხი არსებობს და არანაირად არ უწყობს ხელს ეს პირობები მათ რეაბილიტაციას და უკეთეს მდგომარეობაში დაბრუნებას შემდეგ რეინტეგრაციისთვის საზოგადოებაში და სწორედ ამიტომ ჩვენ ვთქვით, რომ საჭირო არის მსჯელობა ამნისტიის თაობაზე, რომელიც იქნება შეამცირებს კიდევაც რაოდენობას პატიმრების, გარდა იმისა, რომ შეეხება პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულებს და ეს გარკვეულ რაღაც ამოსუნთქვის შანსს მისცემს საზოგადოებას, რომელიც არის ძალიან მძიმე ვითარებაში დღეს. მოდი ამაზე უფრო სულად მოგვიანებით, ჯერ მივყვეთ ამ თქვენ ამბობთ, რომ აბსურდიაო, თუმცა ბევრად უფრო გამარტივებული აღსრულების მექანიზმი შემუშავდება. ხო, სწორედ ამაზე მინდა ვთქვა, რომ ახლა აბსურდი რატო ვისაუბრე ამნისტიაზე, იმიტომ რომ იცით, მაშინ ბანაკები უნდა ააშენონ. საპატიმროები კი არა, ბანაკები, როგორც ბელარუსშია მაგალითად, იმიტომ რომ ახლა ჩემი მეგობრის დედა 70 წლის ქალი ბელარუსის მეგობარი მყავს, რომელიც თვითონ ემიგრაციაში დიდი ხანია. დედამისმა გაატარა 4 წელიწადი ასეთ ბანაკში და კიდე ემუქრებოდა რომ არა ამერიკის ჩარევა და გაცვლა და იქ არის ბანაკები პირდაპირ აშენებული, იმიტომ რომ იმდენი რაოდენობით ყავთ დაპატიმრებულები, რომ ციხე აღარ ყოფნის ამას. ამიტომ მე მამუკა მდინარაძეს შემიძლია მხოლოდ მივცე, ხუმრობით ცხადია, მაგრამ არც ხუმრობით რჩევა. ჯერ მიმართოს ინფრასტრუქტურის მინისტრს რეზო სოხაძეს, უთხრეს, რომ ააშენოს ბანაკები ამ ქვეყანაში. ცუდი ასოციაცია მაქვს საკონცენტრაციო ბანაკებთან. ცუდი არის, მაგრამ ეს არის. და ჩვენ ცხოვრობდით, ჩვენ არა, მაგრამ ჩემი დიდი ბებია ბანაკში გარდაიცვალა ციმბირში და ბევრი ჩვენი თანამოქალაქის დიდი ბებია და ბაბუა, თუ ბებია და ბაბუა, მსგავს ბანაკებში გატარეს წლები ან იქ დაიღუპენ. ასე რომ ჩვენ საზოგადოებას აქვს ესეთი გამოსვლები. უბრალოდ აიღონეს ხალხი და გადაასახლონ აი ამ ბანაკები საზოგადოებისგან მათი იზოლირება მოახდინონ. ხო, იმიტომ რომ სხვანაირად აღსრულება ახლა აი ამ აბსურდული რაღაცა კანონების და საუბარი იმაზე, რომ ახლა რაღაცა სპეციალური ქვედანაყოფი დაკავდება იმით, რომ ჩასკროლავს, არ ვიცი, Facebook-ს და მიადგება ყველას, ვინც თან გაუგებარია რას დაძარს, იმიტომ რომ თქვენ ძალიან სწორად შენიშნეთ თქვენს შესავალ სიტყვაში, რომ რა არის შეურაცხყოფელი თუ დამამცირებელი, ეს აბსოლუტურად სუბიექტური კატეგორიაა, ის რაც თქვენთვის შეიძლება შეურაცხყოფელი იყოს, შეიძლება ჩემთვის არ იყოს, ეს არის აბსოლუტურად სუბიექტური კატეგორია და გარდა ამისა, მე შემიძლია გითხრათ, რომ როგორც კი დაიწყება, თუ იქნება მართლმცდელობა, რომ ეს აღსრულდეს მასობრივად, რა თქმა უნდა, წავა ერთობლივი სარჩელი სტრასბურგში ამაზე და რა თქმა უნდა შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს ევროპული სასამართლო, იმიტომ რომ მსგავსი სისულელე, აი მარტივად რო თქვა, აბსურდი, აი მაგალითად ხო ვიხილეთ აი ეს მილიონრებისგან დაკომპლექტებული ფასების ეგრეთ წოდებული კომისია, რომელიც ჯერ შექმნეს, იმიტომ რომ ფასები უნდა დაეწიათ და მე თქვეს, რომ არა, მხოლოდ შესწავლის მიზნით შეიქმნა და 3 თვე ისხდნენ ხალხი, კარგია რომ ამ ზოგიერთმა წევრმა გაიგო ფასი რა ღირს პროდუქცია საქართველოში, დარწმუნებული ვარ, რომ არ იცოდნენ და ესე იგი 3 თვიანი მუშაობის შემდეგ კობახიძე, ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი, რომ იქადნებოდა, რომ ეს იქნება რაღაც საოცრება, ერთადერთი შედეგი რაც არის, რომ ქსელურ სუპერმარკეტებს უთხრეს, რომ მოაქუჩონ ერთ კუთხეში ფასდაკლებული პროდუქცია. აი ეს ხო დაცინვა იყო და ხალხის მასხრად აგდება და შეურაცხყოფა, არ ვიცი რა დავარქვა.
აი ესეთივე აბსურდი არის ეს გადაწყვეტილება. მე მესმის, ქართული ოცნება არის რთულ მდგომარეობაში. ისინი არიან შესული ჩიხში, შესული არიან პოლიტიკურად ჩიხში, შესული არიან ეკონომიკურად ჩიხში, საერთაშორისო ასე ვთქვათ, იზოლაციიდან ვერ გამოდიან დასავლეთთან ურთიერთობების გადატვირთვაზე ბევრს გველაპარაკებიან, მაგრამ ხედავთ, რომ არანაირი პრობლემა არ არის, რაც მალე მიხვდებიან, რომ აქედან ერთადერთი გამოსავალი ეს არის პოლიტიკური გადატვირთვა, დემოკრატიული გადატვირთვა და ახალი არჩევნები, მით უფრო ნაკლები დანაკარგით გამოვლენ ამ ჩიხიდან. არჩევნები, ამნისტია, ამაზე მინდა ცალკე ვისაუბრო, მაგრამ თქვენ თვითონ ახსენეთ საერთაშორისო იზოლაცია. ის სხვათა შორის ქართული ოცნება სულ ცოტა ხნის წინ, დიდი დროც არ გასულა, მას შემდეგ იყო დარწმუნებული, რომ აუცილებლად მოხდებოდა ურთიერთობების გადატვირთვა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ჯერ კიდევ არ მოხსნილა ეს ანონსი დღის წესრიგიდან, თვის ბოლოს ძალიან მნიშვნელოვანი ანგარიშგასაწევი ამერიკული დელეგაცია უნდა ჩამოვიდეს. გაჩნდა მოლოდინები, რომ აი შესაძლებელია სპეცრაზმელების დაკავება პოლიტიკოსებისა, ჟურნალისტების, აქციის მონაწილეების საქმეზე ერთგვარი წინაპირობა იყო აი ამ ურთიერთობების გადატვირთვის, ანუ ქართული ოცნება რაღაცნაირად ცდილობდა თითქოს და დაშვებული შეცდომების გამოსწორებას, მაგრამ ვხედავთ, რომ აი დღეს აგერ დაგვიანონსეს, რომ ფაქტობრივად სოციალური ქსელების მასობრივი ცენზურა წესდება. ანუ ეს ხომ არ მეტყველებს იმაზე, რომ შესაძლებელი არც არანაირი გადატვირთვა აღარ იქნება და ქართულმა ოცნებამ რაღაცნაირად გადაიფიქრა კომპრომისებზე წასვლა ერთგვარი უკან დახევა, იმიტომ რომ მოთხოვნა ჩვენ ხო ვიცით საერთაშორისო პარტნიორებისა არის მათ შორის ბოლო პერიოდში მიღებული კანონების უკან წაღება და არადემოკრატიული კანონმდებლობის მოკლედ გაუქმება. ანუ შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ეს ნაბიჯები სწორედ მეტყველებს იმაზე, რომ გადატვირთვაც გადაიდო. ხო, ეს რა გადატვირთვა რაც შეეხება აქ ყველაფერი არის დამოკიდებული რა ნაბიჯების გადადგმისთვის არის მზად რეჟიმი, რომელიც აღმოჩნდა, რომ არ არის არანაირი ნაბიჯების ანუ როგორც ჩანს არ სურთ ხო მათ რეალურად ჩვენ უნდა ვივარაუდოთ რომ ბენზინა ივანიშვილს ერთის მხრივ უნდა გადატვირთვა, მაგრამ უნდა გადატვირთვა ისე, რომ არც ერთი ნაბიჯი არ გადადგას იმ მიმართულებით, რაც არის მოლოდინი ჩვენი დასავლელი პარტნიორების და მას აქვს როგორც ჩანს შესაძლოა რაღაცა ილუზია, რომ ის თუ გააგრძელებს ასე ვთქვათ რაღაცნაირად შექმნას განცდის, რომ ამ ქვეყანაში შეუძლია რომ წაიყვანოს ვითარება კიდევ უფრო მძიმე ავტოკრატიისგან, აი მაშინ ეგება ვინმემ რამე დაუთმოს. ანუ ვაჭრობის პროცესში არის. უბრალოდ მე ვფიქრობ, რომ მას არ ესმის მაინც და მაინც კარგად კონტექსტი და ვერ ხედავს, რომ ძალიან ახლოს არის იმ ზღვართან, როდესაც მოთმინება ამოწურული აქვს ისედაც უკვე ბევრს, მაგრამ უკვე ასე ვთქვათ, ყველას ამოეწუროს და ის რომ ახლა რაღაცა შესაბამისი ნაბიჯების გარეშე, თუნდაც ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაცია, რომელსაც უამრავი გამოწვევა აქვს და საქართველოს ნამდვილად არ არის დღეს ამ ადმინისტრაციის პრიორიტეტის სიაში. მათ ძალიან კარგად იციან, რომ არანაირი რესურსი არ აქვს ამ ხელისუფლებას, რომ უარი უთხრას თანამშრომლობაზე იქ, სადაც ეს საჭიროა და ეს იყო ძალიან ნათელი გზავნილი, როცა კობახიძეს დაურეკა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირანში მიმდინარე პროცესების ფონზე და ესეთი საუბრები ვაჭრობის თემა კი არ არის, ეუბნებიან რა უნდა გააკეთოს და ეს სრულდება ივანიშვილის მხრიდან, ისევე როგორც შეგახსენებთ ყულევის სპორტთან დაკავშირებით. ეს ძალიან კომიკური იყო. ცალფეხზე დგომა კი არა, თავდაყირა დადგნენ მე მგონი და არ ვიცი, ხელის თითებზე გაიარეს, როდესაც ყულევის სპორტის სანქცირება დადგა დღის წესრიგში, იმიტომ რომ მათ ხო სინამდვილეში ძალიან კარგად იციან, რომ დღეს უბრალოდ მოდი ესე ვთქვათ სამწუხაროდ, ჩვენთვის სამწუხაროდ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველა დღე ძვირფასია, რომელსაც ჩვენ ვკარგავთ, იმიტომ რომ ყოველი დღე ივანიშვილის მმართველობის ნიშნავს უფრო გაღარიბებულ ქვეყანას, უფრო მეტ დაკარგულ შესაძლებლობას და ჩვენთვის ყოველი დღე ძვირფასია, მაგრამ ნუ დასავლეთის დღის წესრიგში დღეს საქართველოს არ არის ნომერი 1 პრიორიტეტი და როგორც კი ეს დამოკიდებულება შეიცვლება,
ამ რეჟიმმა იცის, რომ შესაბამის მერკედების ამუშავება შეუძლიათ მათ. ამიტომ დრომა ძალიან ცოტა აქვთ და მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ დარწმუნებული არ ვარ, რომ კარგად ესმით იმ ხალხს, ვინც დღეს არ ვიცი, მე არ ვიცი საერთოდ როგორ იღებს გადაწყვეტილებებს ივანიშვილი მიჯერს ამის, ასე ვთქვათ, დეკონსტრუქცია შესაბამის ინფორმაციის გარეშე, მაგრამ მე ვერ ვხედავ, რომ მას დღეს ბოლომდე ესმის რა ხდება. ანუ მას ესმის, რომ რუსეთ-უკრაინის ომის საქმე ისე მიდის, რომ ის ძალიან ზიანდება, როგორც რუსეთის მოკავშირე, მას უნდა ამ აღქმის შეცვლა, მაგრამ მე არ მგონია, რომ მას ესმის სწორედ რა არის გზა ამისთვის, ჩემი შთაბეჭდილება ეს არის. მით უფრო, ანუ თუ თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ბრძინა ივანიშვილს დაკარგული აქვს რეალობის აღქმის უნარი, მისი გადაწყვეტილებები არ არის ადეკვატური იმ შექმნილი ვითარებისა, რაშიც ჩვენი ქვეყანა იმყოფება. მაშინ რატომ გაქვთ მოლოდინი, რომ ქართული ოცნება ამ თქვენს არც მოწოდებას თუ ინიციატივას საყოველთაო ამნისტიის შესახებ არათუ გაიზიარებს, არამედ უბრალოდ მოისმენს და თუნდაც განსჯის საგანად გახდის. თუ ესეც არის თქვენი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი და ნუ თვლით, რომ ეს კარგი იქნებოდა და ამიტომ აკეთებთ საჯაროდ აი ამ განცხადების რაღაცა დეკლარირებას. არა, საზოგადოებამ ხონდა იცოდეს, ამაზე ადრეც ხონდა საუბარი, მაგალითად, როდესაც ლელო გამოვიდა ინიციატივით, რომ უნდა დაიწყოს რაღაცა ტიპის დიალოგი და გახსოვთ, რომ ეს გახდა რაღაცა, ასე ვთქვათ, წინააღმდეგობის მიზეზი, რომ რა თქმა უნდა ამაზე არ წამოვა ქართული ოცნება. კი ბატონო, ჩვენი მოლოდინი არ იყო, რომ ქართული ოცნება ამაზე წამოვა, მაგრამ ჩვენ ვართ პოლიტიკური პარტია. პოლიტიკური პარტია რა არის? ხო, რითი განსხვავდება, არ ვიცი, მაგალითად, ნებისმიერი სხვა საზოგადოებრივი გაერთიანებისგან, რომ ჩვენ ვაცხადებთ პრეტენზიას, ისევე როგორც ყველა პარტია უნდა აცხადებდეს პრეტენზიას, რომ მართოთ ეს ქვეყანა, ხო, მივიღოთ მონაწილეობა ამ ქვეყნის მართვაში. ანუ მოქალაქემ უნდა იცოდეს, მათ შორის, ჩვენ როგორ ვიმოქმედებდით მსგავს ვითარებაში, ჩვენ რა მიგვაჩნია, რა ნაბიჯები უნდა გადადგას მთავრობამ კონკრეტულ ვითარებაში და დიახ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეს ის ვითარება, რომელიც არის შექმნილი, რომ უზარმაზარი რაოდენობა არის პატიმრების, მიგვაჩნია, რომ ის პირობები, რომელიც მათ აქვთ საპატიმროში, ხელს არ უწყობს ამ ხალხის რეაბილიტაციას და დაბრუნებას და რეინტეგრაციას საზოგადოებაში, როგორც სრულყოფილი, სრულფასოვანი, ასე ვთქვათ, მოქალაქეების და მიგვაჩნია, რომ შესაძლოა ამნისტირება იყოს უკეთესი საზოგადოებისთვის გარკვეულ დანაშაულებთან დაკავშირებით, ეს რაც შეეხება ზოგად ჩვენს ხედვას და მეორე პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, ახლა როდემდე შეიძლება, რომ ჩვენ ძევლად ყავდეს აყვანილი ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეები, როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ ეს ყველაფერი უძვირესი უჯდება ჩვენს ქვეყანას, იმიტომ რომ მიდის ცხოვრება თავისი ლოგიკით, წინ მიიწევს რეგიონში ფაქტიურად ყველა სახელმწიფო საკუთარ ინტერესებს აგვარებს იმგვარად, რომ ასე ვთქვათ, განამტკიცოს დამოუკიდებლობა რუსეთისგან, გააბას მეტი საერთაშორისო კავშირები მათ შორის დასავლეთთან, იმიტომ რომ იციან, რომ ეს არის მათი გრძელვადიანი, არ ვიცი, რაღაც დაცულობის, განვითარების ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა და თქვენ დიდი მოლოდინი არ გაქვთ, მაგრამ ჯერ იყო და თქვენი მოწოდება გაკეთდა დიალოგის თაობაზე, ახლა მოწოდება საყოველთაო ამნისტიის თაობაზე, თუმცა კიდევ ერთხელ განმეორდები და ვიტყვი, რომ მოლოდინი არ გაქვთ, რომ ხელისუფლება ამ მიმართულებით რაღაც ნაბიჯებს არ ვიცი, მე არ მინდა თქვა, რომ ანუ განცხადებისთვის არის ეს? არა, რას ნიშნავს განცხადება? პოლიტიკურმა პარტიამ რა უნდა გააკეთოს, ხო ვერ მეტყვი, სხვა პოლიტიკური პარტია ქმნის პოლიტიკურ დღის წესრიგს, იმით რომ დიახ, აცნობს საზოგადოებას რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას. ამიტომ გამოცანით საზოგადოებას ჩვენ რა მიგვაჩნია გამოსავალი ამ ვითარებაში და სხვა პოლიტიკურმა პარტიამ რა უნდა გააკეთოს. ჩემი ამოცანა არის, რომ ისევე როგორც ვესაუბრებით ხალხს ბევრ სხვა პრობლემაზე, ვესაუბრებით იმაზე, რომ პენსია როგორ უნდა გაიზარდოთ 1000 ლარამდე, როგორ უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები, რატომ მიგვაჩნია, რომ ანაკლინ სპორტის სწრაფი განვითარება და შექმნა გარდამტეხი იქნება ამ ქვეყნის ეკონომიკის, ასე ვთქვათ, განვითარებაში. ბევრ საკითხზე ვესაუბრებთ საზოგადოებას, ამაში ხარჯავთ ჩვენ დროს და მათ შორის დიახ, პოლიტიკური კრიზისის დაძლევის თუ საპატიმროებში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებითაც ჩვენი ხედვა საზოგადოებას უნდა გავაცნოთ, ეს არის ჩვენი ვალდებულებაც და ეს არის მათ შორის ის გზა, ჩვენ როგორ
ვარწმუნებთ მოქალაქეებს, რომ გააკეთონ სწორი არჩევანი მომავალში, იმიტომ რომ ჩვენ ხო გვესმის, რომ საბოლოო ჯამში ეს ხელისუფლება შეიცვლება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც კიდევ უფრო გაიზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც მიხვდება, რომ უბრალოდ როგორ გითხრა, გადარჩენის ამბავია, მისი შვილის, ამ ქვეყნის გადარჩენის ამბავია, რომ ხმა მოძებნოს მისთვის მისაღები ალტერნატივა ქართული ოცნებისგან და ჩვენ ნამდვილად გვაქვს ეს პრეტენზია, რომ შევხვდათ ესეთი ალტერნატივა. როცა ეგრეთ წოდებული კრიტიკული უმრავლესობა დაუპირისპირდება ამა თუ იმ ფორმით ქართულ ოცნებას, აი ამ მომენტზე უმრავლესობა არის უკვე დაპირისპირებული, მე ვფიქრობ, მაგრამ დაპირისპირება ისმის ხოლმე ეს შეკითხვა, ანუ აქციებზე იმდენი ხალხი არ გამოდის, რომ ხელისუფლებამ საპროტესტო მუხტის წინაშე დაიხიოს ხო? ჩანს იმაში, რომ წააგო ქართულმა 2028 წლამდე არ არის. ქართულმა ოცნებამ წააგო 2024 წელს საქართველოს ყველა დიდი ქალაქი და სამწუხაროდ რომ არა ძალიან კიდე ვფიქრობ გაუთვლელი გადაწყვეტილება ბოიკოტთან დაკავშირებით დღეს საქართველოში ყველა დიდ ქალაქს ეყოლებოდა ოპოზიციონერი მერი და ჩვენ გვექნებოდა ბევრად უფრო ძლიერი მუხტი, მათ შორის ახალი არჩევნების მოთხოვნის თვალსაზრისით. და სამწუხაროდ ბოიკოტის გზამ გაართულა, მე ვიტყოდი, გააგრძელა ჩვენი ბრძოლის, ასე ვთქვათ, გზა, მაგრამ ეს ბრძოლა გრძელდება და ის, რომ ახლა თუ ვინმე არსებობს, ვისაც შეუძლია, რომ რაიმე არგუმენტი მოიყვანოს, რატო შეიძლება, რომ დღეს 2026 წლის 18 მაისს მეტი მხარდაჭერა ქონდეს ივანიშვილის მთავრობას, ვიდრე ქონდა, არ ვიცი, 2 წლის წინ, მე ვფიქრობ, რომ გაუჭირდება ამ გადაწყვეტილების ამ არგუმენტის მოთხოვნა, იმიტომ რომ ცხოვრება ამ ქვეყანაში ამ 2 წელიწადში გაუარესდა, არაფერი არ გაუმჯობესებულა, ფასები გაიზარდა, უმუშევრობა რჩება იგივე, არანაირი ზრდა არ არის, იმიტომ რომ მოგონილია ეს ეკონომიკური ციფრები, ეკონომიკურ ზრდაზე, იმიტომ რომ ეკონომიკური აქტივობაა ქვეყანაში, რაც მოდის დიდწილად ისეთ პროექტებზე, როგორც არის არალეგალური კოლ-ცენტრები, რომლებიც ძარცვავენ ევროპელ პენსიონერებს, ეს არის კრიპტოვალუტა, რომელიც არანაირ სამუშაო ადგილებს არ ქმნის და ამდიდრებს გარკვეულ მცირე რაოდენობას ხალხის. ეს არის მათ შორის ის, რისთვისაც ყულევის სპორტი კინაღამ დასანქცირდა, შემოვლითი გზების, ასე ვთქვათ, შექმნა სანქციების თავის არიდებისთვის რუსეთისთვის, აი ეს მთელი ეკონომიკური აქტივობა და კიდე ფულის გათეთრება სხვადასხვა სამშენებლო პროექტებით. ეს აქტივობები არანაირად არ ითარგმნება საქართველოს მოქალაქის კეთილდღეობაში და კიდე უფრო იზრდება ეკონომიკური უთანასწორობა, მათ შორის სოციალური უთანასწორობა. და ეს არის დღეს რაც საზოგადოებას აწუხებს და ამიტომ ვფიქრობ მე, რომ საზოგადოების დიდი უმრავლესობა მხარს არ უჭერს და არც აღარასდროს არ დაუჭერს ამ მართლ ძალას და მათაც ისწიან ეს ჩემი აზრით ძალიან კარგად. ხო, რა ვიცი, მეც მგონია რომ უნდა ხდებოდნენ, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა, ხა საჯაროდ ამის აღიარებას მათგან არავინ არ ელოდება და ძალიან ღიზიანდებია, როდესაც ჟურნალისტები ეუბნებიან მათ პირდაპირ, რომ მათ ყავთ მათზე, არ ვიცი, ნუ იქნება გაბრაზებული, განაწყენებული, მათი პოლიტიკით უკმაყოფილო მოსახლეობა არიან ასეთები და რაც უფრო გააგრძელებენ თავის სტილში ქართული ოცნების წევრები, ვერწმუნეთ, რომ ასეთი მოსახლეობის წილი ჩვენს ქვეყანაში სულ უფრო გაიზრდება და რა თქმა უნდა, ალბათ მარტო საკუთარ თავთან დარჩენილები მაშინ მაინც უსწორებენ სარკეში თამამად თვალს საკუთარ გამოსახულებას. ნუ ეს რეპრესიების გაზრდა უბრალოდ რეპლიკა მინდა გავაკეთო. რატო ხდება უფრო, რატო ცდილობს უფრო რეპრესიული გახდეს რეჟიმი? იმიტომ რომ იციან, რომ არ აქვთ მხარდაჭერა ხალხში. მათ რომ ოდნავ ჯეროდეთ, რომ რეალური ხელმოსაჭედი მხარდაჭერა აქვთ ხალხში, რა შეჭირდებათ რეპრესია? მაგრამ ვის აქვს, ქალბატონი სალომე, ეს მხარდაჭერა? ყველა თან ხდება ოპოზიციაში იმაზე, რომ ცალკე აღებულ არც ერთ ოპოზიციურ პარტიას არ აქვს იმაზე მეტი მხარდაჭერა, რაც ჯამურად შეიძლება კონდეს ქართულ ოცნებას და მოსახლეობას კიდევ უფრო მეტად ის აბნევს, რომ სამომავლო პოლიტიკური ბრძოლის, რა ვიცი, სტრატეგიაზე თუ ელემენტარულად გზაზე ოპოზიციის სხვადასხვა ნაწილს სხვადასხვაგვარი წარმოდგენა აქვს. აი თუნდაც ეს ბოლოდროინდელი, არ ვიცი, დებატები თუ აზრთა სხვადასხვაობა
ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობის საკითხს. აგერ მოვისმინეთ გასული კვირის მიწურულს ოპოზიციურმა ალიანსმა წარადგინა 6 პუნქტიანი მოთხოვნების გეგმა და ისინი ამბობენ, რომ აი ამ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ისინი არჩევნებში მონაწილეობას არ განიხილავენ. ანუ შესაძლებელია ვადამდელი არჩევნების დანიშვნის პირობებშიც კი მივიღოთ ბოიკოტში მყოფი ოპოზიცია და არჩევნებში მონაწილე ოპოზიცია. მე გეთანხმებით და ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო, რომ მათ შორის ადგილობრივ არჩევნებამდე ბევრ ადამიანს აღარ ახსოვს, მაგრამ უნდა გავიხსენოთ, რომ სწორედ ლელოს ინიციატივა იყო, რომ ჩვენ შეგვექმნა ზეპარტიული ერთიანობა, უარი გვეთხოვა ყველას ნომრებზე, სახელზე პარტიებს და ასე შემდეგ, დაგვეკომპლექტებინა ერთიანი, ასე ვთქვათ, კანდიდატებით ერთიანი სია და ერთიანად გავსულიყავით ზეპარტიული შემადგენლობით გაერთიანებულად ადგილობრივ არჩევნებზე და ამიტომ ჩვენ არ მივიღებთ ხშირად კრიტიკას, რომ ჩვენ დავარღვიეთ ერთიანობა. ჩვენ შევთავაზეთ ერთიანობის შეუშალა ხელი ასეთი ზეპარტიული ოპოზიციური ერთიანობის შექმნა. ეს სახელები და გვარებით რო გითხრათ. რა ჩემს არ ჭირდება სახელებს და გვარებს, ვინც წავიდა ბოიკოტის გზაზე, ის არ იყო მსგავსი პოლიტიკური ბრძოლის მომხრე, ხო? ანუ ის ხალხი, ვინც ბოიკოტს უჭერდა მხარს, არ იზიარებდა ჩვენს ხედვას, რომ არჩევნებზე რაიმე ფორმით ბრძოლას ჰქონდა აზრი. ამით ნათქვამია ყველაფერი. ანუ თავარი წინააღმდეგობის გამწევი ვინ იყო, იმიტომ რომ იქაც ოპოზიციურ ალიანსში არიან გამოკვეთილი პოლიტიკური ლიდერები. არა, მე ჩემ პირად აზრს გეტყვით, ახლა ამ შემთხვევაში, რომ მე მიმაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილს შეეძლო ეთამაშა სხვანაირი როლი იმ მომენტში, თუ ის მხარს დაუჭერდა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ მან ბოიკოტის გზას დაუჭირა მხარი ასევე. სხვანაირი რას ნიშნავს? ანუ თქვენ თვლით აი ამ გადასახედიდანაც მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული დრო გავიდა და როგორც წესი ემოციები იკლებს ხოლმე და გაცილებით უფრო რაციონი მოდის წინ, სალომე ზურაბიშვილს შეეძლო აი ეს ოპოზიციური ერთობა შეექმნა და არჩევნებში გაეყვანა და მან ეს არ გააკეთა თუ ვერ გააკეთა. ეს ჩემი სუბიექტური შეფასება არის ესეთი, რომ მან ეს ისტორიული მომენტი დაკარგა. მან ვერ ითამაშა ის მაკონსოლიდირებელი როლი, რომელიც შეეძლო იმ შემთხვევაში, თუ აი ამ ზეპარტიული ნიშნით ადგილობრივ არჩევნებზე ბრძოლის გზას გაითავისებდა, მან მე შეგახსენებთ, რომ მოუწოდა ხალხს ბოიკოტისგან. მან გადაწყვიტა ბოიკოტის გზისთვის მხარდაჭერა. აბსურდი უწოდა, როგორც მახსოვს ამ არჩევნებს. ანუ საბოლოო ჯამში ყველამ ვინც ბოიკოტს მხარი დაუჭირა, არ გაიზიარა ეს ხედვა. მე ამის თქმა იმიტომ კი არ მინდა, რომ რაღაცა ვამტკიცოთ, ასე ვთქვათ, რაღაცა რომ ის ჩვენ რომ მართლები ვიყავით, ჩვენ ვიცით რომ მართლები ვიყავით, თქვენ ვცადეთ რომ რაღაც ემოციური განსჯების დრო არ არის, მე ზოგადად ვცდილობ რომ ემოციურ განსჯებით არ მივუდგე პოლიტიკურ პროცესს, იმიტომ რომ მიმაჩნია რომ საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა არის, პრეტენზია რომ მართო სხვა ადამიანების ცხოვრება და ამიტომ სხვა ადამიანების ცხოვრება თუ გინდა რომ მართო და შენმა გადაწყვეტილებება მოახდინოს ზეგავლენა მილიონობით ადამიანის ცხოვრებაზე, უნდა გქონდეს დიახ მაგისი, ასე ვთქვათ, უნარი რომ რაციონალურად განსაჯო ვითარება. მესმის რომ შეიძლება ადგილობრივი არჩევნების თემა არ არის ახლა ძალიან აქტუალური, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ შესაძლებელია, რა ვიცი, ვადამდელი არჩევნები იქნება ეს თუ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნები, ანუ ჩვენ იგივე მოცემულობა მივიღოთ. ანუ თქვენ რას ამბობთ? რატომ ვერ შეძელით თქვენ, ანუ არჩევნებში მონაწილეობის არა, სხვა რამეს გეკითხა რატომ ვერ შეძელით არჩევნებში მონაწილეობის მხარდამჭერმა პოლიტიკურმა ძალებმა დაგერწმუნებიდათ თქვენი გადაწყვეტილების სისტორეში სალომე ზურაბიშვილი და როგორ შეძლეს მაშინ ეს ბოიკოტის მომხრეებმა. აი როგორც პოლიტიკოსმა მიხარით. არ გეტყვით, იმიტომ რომ ამაზე რომ ვისაუბროთ და გულწრფელად გიპასუხოთ, მომიწევს საკმაოდ მძიმე შეფასებების გაკეთება, მათ შორის ზოგიერთი იმ კოლეგის მიმართ, რომელიც დღეს პატიმრობაშია და არ მინდა ამიტომ ამაზე საუბარი. სუდად არის საქმე. მე არ მიმაჩნია, კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან მძიმე შეცდომები იქნა დაშვებული. მე ხო ჩემი ამოცანა არ არის, რომ ეს ხალხი ვაკრიტიკო, მით უმეტეს ზოგიერთი მათგანი დღეს საპატიმროშია, მაგრამ ასევე შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ არავინ ჩვენ ლელოში არ ვაპირებთ, რომ ვიაროთ სხვების უკვე გამოცდილი შეცდომებით ახსავსე გზით, იმიტომ რომ ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ საკუთარი ნება მოახვიოს სხვას თავზე. ჩვენ ვერავინ ვერ მოგვახვევს თავს, ვერანაირ
საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგს. ეს არის გამორიცხული. ჩვენ რაც მიგვაჩნია, რომ არის სწორი, იმ გზაზე ვივლით. შეიძლება რაღაც მომენტში ვიღაცამ იფიქროს, რომ აი ზიანდებით თქვენ ამითი. არა უშავს დრო გავა და როგორც ეხლა ხედავს უამრავი ადამიანი და მე ხედავ ხოლმე სოციალურ ქსელში ის ხალხი, რომელიც საოცარ თავდასხმებს ახორციელებდა ჩემზე პირადად მაგალითად, იმიტომ რომ მე აშკარად ასე ვთქვათ ანტიბოიკოტისტი ვიყავი. შეიძლება ასე ვთქვათ ადგილობრივ არჩევნებზე. დღეს თვითონ საუბრობენ იმაზე, რომ თურმე ბოიკოტი შეცდომა იყო და ნიშნის მოგებით არ ვამბობ ამას. ჯობია გაიაზრო შეცდომა, ჯობია თქვა რომ ხო, თურმე ეს რაღაც შეცდომა ყოფილა და მოდი რამეს ხანერად ხარ გავაკეთებ. ეს არის რაციონალური გზა. ამიტომ ჩვენ არის თუ კი არსებობს, არ ვიცი, პოლიტიკური რესურსი და ნება დღეს შეუძლია სალომე ზურაბიშვილს რაღაცნაირად მაკონსოლიდირებელის როლი შეასრულოს, იმიტომ რომ არჩევნებზე უკვე ოპოზიციურმა ალიანსმაც დაიწყო საუბარი, ოღონდ რა თქმა უნდა, აბსოლუტურად განსხვავებულ ჭრილში ის კი არა ლელოს განცხადებების გამო თუ არ ვცდები 26 მაისს ეხებოდა ეს განცხადებები, მათ თქვეს რომ აი ზღია კარი, რომელიც ალიანს არ ეხებოდა სურვილს, მე მგონი ნიკა გვარამიასი რომ ლელო და გახარიას პარტიაც უნდა გაერთიანდნენ და რასაც ავე რეაქცია მოყვა თქვენი მხრიდანაც, გახარიას მხრიდანაც და მათ თქვეს რომ ის ღია კარი, რომელიც დატოვებული ქონდათ იმისათვის რომ თქვენ რა ვიცი გადახედავდით თქვენს პოზიციებს და საბოლოოდ მაინც შევერთდებოდით დაიკეტა. ეს რა მე ხა სხვებზე ვერაფერს ვერ გეტყვით ვის რა პოტენციალი აქვს, ვის რა გეგმა აქვს, მე შემიძლია გითხრათ გესაუბროთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი პარტიის სახელით. ჩვენი პარტია მიუხედავად იმისა, რომ არის უზარმაზარი წნეხის ქვეშ, მიუხედავად იმისა, რომ არის შეტანილი ჩამონათვალში პარტიების, რომელიც უნდა აიგრძალოს, მიუხედავად სამართლებრივი დევნისა ჩვენი ლიდერების წინააღმდეგ, ჩვენ ვაპირებთ, რომ ვიბრძოლოთ პოლიტიკურად იმ გზით, რა გზაც ჩვენ გვჯერა და რა გზაც ჩვენ მიგვაჩნია სწორად. რა არის ეს გზა? ეს გზა არის პირველ რიგში ჯერ არჩევნების მოპოვება, იმიტომ რომ მე საერთოდ არ მგონია სერიოზული მსჯელობის გახსნა მონაწილეობაზე რაღაცაში, რაც ჯერ არ არის ჩანიშნული საერთოდ. ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა გვინდა უკეთესი არჩევნები, ვინმე ისე კი არ უნდა გაიგოს, რომ ჩვენ რაღაც არ ვითხოვთ უკეთეს, უფრო სამართლიან და უფრო გამჭვირვალეს არჩევნო სისტემას თუ ასე შემდეგ. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ამის პარალელურად ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ არ ვიცი, ჩემი კოლეგები გუშინ იყვნენ ჩასული კომისში, დღეს არიან იმერეთში ჩასული და მთელი რამდენიმე დღე იქნება იმერეთში შეხვედრები. ჩვენ ყოველ დღე გვაქვს აქტიური პოლიტიკური აქტივობა იმისთვის, რომ ვესაუბროთ ერთადერთს, ვისაც სინამდვილეში ჩემი აზრით, ჩემი პოლიტიკური მრწამსით ერთადერთი, ვისაც ეკითხება საერთოდ, ვისაც შეიძლება კონდეს პრეტენზია, რომ მან მე მითხრას, როგორ მოვიქცე, ეს არის საქართველოს ამომრჩეველი და ქართველი ხალხი, იმიტომ რომ პოლიტიკოსი არსებობს იმისთვის და პოლიტიკა არსებობს იმისთვის, რომ ემსახუროს ხალხს. ჩვენ ასე გვჯერა და ჩვენ შესაბამისად ვცდილობთ, რომ შევქმნათ ის პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც ჭირდება ქართულ ხალხს და ამაზე ვმუშაობთ ყოველ დღე. დანარჩენი ახლა როგორ დაალაგდება პროცესი, როდის ჩაინიშნება არჩევნები და ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ეხლა ამაზე მსჯელობის აქტუალურობასაც ვხედავთ, მაგრამ ხო არსებობს ეს არ ვიცი მოსაზრება, პროგნოზი, რიგ შემთხვევაში პოლიტიკური კულუარებიდან გამოსული ინფორმაცია, რომ მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, რომ ქართულ ოცნებას ჭირდება ეს ლეგიტიმაცია, ამიტომ არ არის გამორიცხული, თან მით უმეტეს, როდესაც ოპოზიციაზე დაქსაქსულია, დაპირისპირებულია, ერთიანი პოზიცია არ აქვს არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით, მართლაც მიიღოს ეს გადაწყვეტილება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის თაობაზე. თქვენ ეს ინფორმაცია თქვენს პარტიას არაერთხელ გაუჟღერებია, ხო? სხვადასხვა მოლოდინები ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ მუშაობთ ფაქტიურად, ანალოგიურად, როგორც ვიმუშავებდით საარჩევნო პროცესში. იმიტომ რომ დიახ, ასე ვთქვათ, სხვა დანიშნულება და ფუნქცია პოლიტიკურ პარტიას გარდა იმისა, რომ მზად იყოს ნებისმიერ დროს არჩევნებისთვის, ძალიან გულწრფელად რო გითხრათ, სხვა დანიშნულება პოლიტიკურ პარტიას არ აქვს და ვინმეს თუ რაღაცა სხვა გამოსავალი აქვს საზოგადოებისთვის. ნუ ამაზე ჩვენ ხო ბევრი ვისაუბროთ ადგილობრივ არჩევნებზე. ნახეთ, მოვიდა 4 ოქტომბერი ჩაიარა, როგორც ჩაიარა, ძალიან სამწუხაროდ ჩემთვის მე
მიმაჩნია, რომ ტრაგედიაა, რომ ამდენი ადამიანი დაემატა პოლიტპატიმრების შემადგენლობას და უდანაშაულოდ, მათ შორის ბევრი აბსოლუტურად აღმოჩნდა ციხეში. ამიტომ თუ ვინმე საქმე რაიმე სხვა შეთავაზება ხალხ, ანუ განსხვავებული ალტერნატიული პოლიტიკური ბრძოლის გზა, პოლიტიკური მრწამსი, იმისა, რასაც ჩვენ გვჯერა, როგორც ჩვენ ვიბრძვით, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, მათ აქვთ ამის შესაძლებლობა, რომ ეს შეთავაზონ საზოგადოებას, ხო და ჩვენ რისიც გვჯეროდა, იმ გზაზე ვდგავართ და მომავალში სამ გზაზე ვიდგებით. არ ვაპირებთ, რომ ამ გზას გადავუხვიოთ, იმიტომ რომ ასე გვჯერა და ვფიქრობთ, რომ ეს არის გამარჯვების გზა. კეთილი, მადლობა.